მე ჯერა და დარწმუნებული ვარ, როგორი სიხარულით ელოდებოდით გაზაფხულის მოგზაურობას და გაზაფხულთან ერთად წმინდა დიდმარხვის დაწყებას. საოცრად გავს ერთმანეთს გაზაფხული და მარხვის დაწყება და მარხვის შინაარს. როგორ გავს? მოვიდა გაზაფხული და მოვიდა თოვლი. ხვალიდან ჩვენ დავიწყებთ მარხვას და ჩვენს ცხოვრებაში დაიწყება მცირე თუ დიდი განსაცდელები. პირდაპირ გაზაფხულის სიხარული არ შემოდის დედამიწაზე და არც პირდაპირ მარხვის სიხარული, რომელიც ბოლოვდება მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომით, ესე უცბად არ დადგება. ვერ დადგება კი არა, არ დადგება. იმიტომ რომ შენ რომ გაზაფხული იგრძნო, ამისთვის ყინვა უნდა დაითმინო. ამისთვის შენ უნდა იშრომო და უნდა კონდეს განწყობა იმისა, რომ შენში შემოვიდეს გაზაფხული. რატომ განაჩინა ღმერთმა 47 დღე, რომ უძღოდეს წინ მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს? მე ფიქრობ, რომ ესეც ძალიან ცოტაა. ხვალიდან დაიწყება მარხვა და 47 დღე გავა 47 საათივით. ვერ მოვასწრებთ ჩემო ძვირფასებო სინანულს, ვერ მოვასწრებთ გააზრებას თვისთა ცოდვათა და უკვე იქნება მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა. ამიტომ ერთი წუთი არ დაკარგოთ, ერთი წამი არ დაკარგოთ იმაზე ფიქრში, თუ მე ვინ რა მაწყენინა. არა, იფიქრეთ დღეიდან იმაზე, თუ მე ვის რა ვაწყენინე. რატომ გამვაძევა, რატომ ექსორია ხო ღმერთმა ჩვენი წინაპარი ადამი. ჩვენ ვიცით მართლმადიდებლური ანთროპოლოგია, რომ ადამიანი შექმნილია ხატებისაებ და მსგავსებისაებ თვისა. აბა რატომ განა ისეთი რა უნდა დააშაოს ქმნილებამ, რომ თავისი შემომქმედი, რომელსაც ეწოდება სიყვარული, იმ დონეზე გამოიყვანო მდგომარეობიდან, რომ შენ დაგატოვებინოს შენი სახლი, შენი სამშობლო. აი რომელი დედა და მამა გეგულებათ ასეთი, რომ შვილმა ისე გააბრაზოს, რომ უთხრა, რომ დატოვე შენ შვილო აქედა დღეს მამა შენის სახლი, დატოვე დედა შენის წიაღი და წადი უცხო ქვეყანაში. რატომ ჩემო ძვირფასებო? რა თქმა უნდა, პასუხი აქავეა, თუ კარგად დაუკვირდებით, იმიტომ რომ მამამ რომ არ გაუბრაზდეს თავის შვილს, სამწუხაროდ თანამედროვე ფსიქოლოგები ერთხმოვნად ამბობენ, რომ ბავშვს არ უნდა გაუბრაზდე. შეცდომა და ძალიან სერიოზული შეცდომა. თუ ბოსტანში ჩვენ არ გავრმარგლავთ თანამედროვე კულტურებს, იქ უამრავი სარეველა ამოყოფს თავს. ამიტომ 60-ის დატოვება ნიშნავს ღმერთის უზომო სიყვარულს თავისი ქმნილების მიმართ. რადგანაც შენ, როდესაც შენი ღმერთი მოგიწოდებს, შენი მამა თავისი მშობლიური ხმით, ადამ, სადახარ და ზურგს აქცევ მას და ემალები ბუჩქების უკან, უნდა დატოვო აუცილებლად ის წიაღი, სადაც შენ იმყოფები, იმიტომ რომ იქ მსგავს ქმედებას არანაირი მომავალი არ აქვს. დახუჭავდა ღმერთი თვალს და იტყოდა, კაი ხო, რაც გინდა ისაქენი, რა მოხდებოდა ჩემო ძვირფასებო? 64 აღარ იქნებოდა და ადამიანი იფიქრებდა, მეპატია, მაპატია, მამა რა კეთილია, რა მოსიყვარულია, შემინდო და ისეთივე რეგვენი დარჩებოდა, როგორიც იმ წუთას იყო ადამი. აი ამიტომაც ასეთი კაცრი არის ღმერთი და ასეთ მკაცრ ზომებს მიმართავს, რომ ადამი და ევა, რომლებიც სამწუხაროდ აღმოჩნდნენ ღვთისგან განდგომილებაში, უნდა გამოვიდნენ 64-დან, უნდა დატოვონ ედები და იქავე მიიღეს მათ
ღმერთისგან უწყება, რომ დედაკაცის თესლი, კარგად დაუკვირდით, ასეთ რამეს არ იცნობს კაცობრიობა, ეს ერთადერთხელ იყო, დედაკაცის თესლიდან იშვება მესია, რომელსაც ქუსლს დაუგესლავს არაწმინდა სული, მაგრამ ის ყოველთვის იუფლებს მასზე და იქნება დამარცხებული. ეს აღთქმა, რასაც ძველი აღთქმა ქვია, 64-შივე მიიღეს ადამ და ევამ. ძალიან ბევრი ეგრეთ წოდებული ფილოსოფოსი და მოაზროვნე ესე ცინიკურად გვისვავენ კითხვას. კი, მაგრამ რა იყო მიზეზი მაინც ასეთი ადამიანის დაცემის? და შეიძლება ძალიან ბევრმა ადამიანმა ეს არ იცოდეს. შეგეკითხება ვინმე რომ აი რა სამი ისეთი განსაკუთრებული მდგომარეობა იყო ადამიანში, რამაც გამოიწვია მისი დაცემა. თუ თანამედროვე ქრისტიანი არ გაიგებს რა იყო მიზეზები ადამიანის გამოძევების სამოთხიდან, მისი მარხვა იქნება ძალიან უშნო დიეტა და არანაირ ნაყოფს ის ვერ მიიღებს. პირველი ადამიანის დაცემის პირველი ნიშანი იყო ის, მიზეზი პირველი იყო ის, რომ ადამიანში იყო ცოდნის ნაკლებობა. რა თქმა უნდა, ცოდნას ის მიიღებდა აუცილებლად ცოტა ხანი რომ შეეკავებინა თავი და თავის ნებისყოფის ფლობელი რო ყოფილიყო. აუცილებლად მიიღებდა, მაგრამ როგორც ჩვენ გვახასიათებს, ადამიანი ჩქარობს. ძალიან მალე უნდა რაღაცას მიაღწიოს. ძალიან უნდა ჩქარა, სად გეჩქარება. არა ხარ შენ მზად ჯერ ამისთვის. როცა რამე სიტხოვთ და ვერ იღებ, მოიცადე შვილო, შეყოვნდი. შენ არა ხარ ჯერ ამისთვის მზად. თქვენი შვილი რომ გეჯაჯგურებათ, მიყიდე. არა შვილო, შენ არ გიყიდი ამას ჯერ, ეს შენთვის არ არის საჭირო. და ამის გამო ცოდნის ნაკლებობამ გამოიწვია ზუსტად ის, რაც უნდა გამოეწვია. კარგად დაუკვირდით. როდესაც შენ ყავს მოძღვარი და თანაც გადასარევი მოძღვარი ყავს, რომელიც ერთგულად გემსახურება შენ და თანაც იცი როგორი მოძღვარი ყავს, რომ მსგავსი რომ არ დაბადებულა და არ დაიბადება. თვითონ ღმერთი არის ადამიანის და ევას მოძღვარი. ღმერთი სამოთხეში ეძრახებოდა ადამ და ევას და ტკბებოდა ადამის სიბრძნით, რომელიც ამბობდა, რომ ამას ქვია ვაშლი, ამას ქვია მსხალი, ეს არის ვეფხვი, ეს არის მაიმუნი, ეს არის სპილო. იცოდა ადამმა ცხოველების ბუნება და ყველაფერს თავის სახელს არქმევს. და ის, ვინც ცხოველებს სახელს არქმევს, თავის არასწორ ქმედებას სახელი ვერ მოუძებნა. ნახეთ რა ბედის ირონიაა, ჩემო ძვირფასებო. იცით რამხელა ცოდნა გინდა, რომ შენ ყველა ცხოველს თავისი შესაბამისი ბუნებისმიერი სახელით დაარქვა, მაგრამ ადამიანს რო ერთი ეთქვა, რომ შევწოდე ღმერთო, მაპატიე, ეს რა ჩავიდინე? არა, შენ რომ ხალი მომეცი, იმან შემაცდინა მე. დაიწყო მაშინვე გადაბრალება. ეს არის ზუსტად ცოდნის ნაკლებობა, რომ ზურგი კი არ უნდა შეაქციო შენ მოძღვარს და უცხო სულს, უცხო არსებას კი არ უნდა გაესაუბრო და შეხვიდე მასთან კონტაქტში. აი მასაც გირჩევთ ასევე, რომ უცხო იდეოლოგიის ზეგავლენის ქვეშ ნუ აღმოჩნდებით. უცხო ადამიანებთან უშედიხარ დიალოგში, რომელიც იცი, რომ არ არის ღვთისგან, არ არის მართლმადიდებელი და არის სრულ რელიგიის ან იდეოლოგიის მიმდევარი. ზურგი შეაქციე, ფეხები გაიბერტყე და უთხარი, მე ვარ მართლმადიდებელი. ჩემი ქვეყანა 21 საუკუნეა მართლმადიდებელია და მაპატიე რა, ნახვამდის რა, მიუხურე კარები. პირდაპირ წერია იოანეს პირველ კათოლიკე ეპისტოლეში, რომ ვისაც ეს მოძღვრება არ მოაქვს, ნუ შემოუშვებ სახში. ნახეთ რა შეეშალათ ადამიანს და ევას. ვერ მიხვდნენ, რომ უცხო მოძღვრება შემოდის. ღმერთებმა მართლა ასე გითხრესო, უკვე მრავლობით შეეუბნება. ერთ ღმერთის ცნებას არ უღებს უკვე არაწმინდა სული და მართლა ასე გითხრესო, ვით არცა ღმერთები ვით იქნებითო, მრავლობით უყურეთ, ვით არცა ღმერთები იქნებითო.
უკვე უცხო სურს, უცხო მოძღვრება შემოაქვს და უკვე შეცდომა. ცოდნის ნაკლებობა. გთხოვთ, გევედრებით, რომ ამ მარხვაში შეავსეთ თქვენი ცოდნა. კითხეთ და გიპასუხებთ, რა უნდა წაიკითხოთ. აუცილებლად ძველი აღთქმა 5 წიგნეული, აუცილებლად ანდრია კრეტელის ცხოვრება, აუცილებლად ეფრემ ასურის ცხოვრება, აუცილებლად იოანე სინელი, ამბა დოროთე, სწავლანი. თითქოს ბევრია, მაგრამ არ არის ბევრი ჩემო ძვირფასები. ეგნატე ბრიანჩანინოვის ტომები გამოვიდა და მეოთხე თუ მეხუთე ტომში, ალბათ თქვენ ნახავთ, მთელი დიდი მარხვა არის განმარტებული და ყველა კვირის მსახურებაზე წერია ყველაფერი. მეორე, რამაც განაპირობა ადამიანის შეცდომა და დაცემა, ეს არის მისი ქვემზიდი ბუნება. რა არის ქვემზიდი ბუნება? ლუარსაბიზმი. რა ვჭამო? ეხლა მომაკლდება საკვები მარხვაში და სასწრაფოდ მოუძებნი სამარხო სამზარეულოს ტომებს და ისეთ გემრიელ კერძებს გავაკეთებ, რომ ყელს ჩავიკოკლოზინებ, ვერც კი გავიგებ, როგორ აგრძელდება მარხვა. გემოთ მოყარეობა. საშინელებაა ჩემო ძვირფასებო. თუ შენ მარხვას გემოთ მოყარეობით გაატარებ, ჩათვალე რომ შენ მარხვაზე არ ახარ. პრაქტიკულად, თეორიულად არაფერს არ დაარღვევ, მაგრამ პრაქტიკულად ვერანაირ მარხვას ვერ გაიგებ. ჩვენი ქვემზიდი ბუნება არის ზუსტად ის, რომ სულ იმაზე გეჩხუბება, რომ შია, წყურია. ეხლა ყველაფერი რო დაიცვა, მონაზონი ხო არ ახარ, ბერი ხო არ ახარ, აქ ტკივა, იქ ტკივა, მიდი ექიმთან. ნებისმიერ ექიმი მაშინვე გეტყვის, რომ შენ კი შვილო ძის ნაწარმი გჭირდება, აბა რა. ნებისმიერ ჩვენთან გასჭირდება ძის ნაწარმი. მაშინვე მოვიბუზებით, ვაიმე, უიმე. დღეს მამა ექვთიმე ვერ მოვიდა. ვირუსი აქვს, მეც მქონდა. თქვენს გადატანილი გაქვთ ზოგიერთ თქვენთაგანს და ალბათ გველოდება კიდე ზოგიერთებს ვირუსები, რა არის ვირუსი? აბა დაუკვირდით ჩემო ძვირფასებო. ვირუსი როცა გაქვს ხორციელად რა მდგომარეობაში ხარ? გაკანკალებს, ქცივა, არაფრის ხალისი არა გაქვს. პოლიტიკით ახარ დაკავებული? არა ხო? ვინმეს განიკითხავ? არა. მღერი ხარ ცეკვავ? არა. რა გაინტერესებს? ერთი სული გაქვს, რომ ეს ვირუსი გავიდეს და წამოდგე ფეხზე. ხო ასია? აი მარხვაში წარმოიდგინეთ, რომ სულიერი ვირუსი უნდა გავიდეს ჩვენგან. თუ აი ამას წარმოიდგეთ, რა არის ხორციელი ვირუსი და გადატანილი გაქვს, ძალიან მარტივად მიხვდები რა არის სულიერი ვირუსი. ნახეთ რა კარგად ამბობს მეუფე ათანასე ლიმოსელი, რომ მართლმადიდებელმა ქრისტიანმა მარხვის დასაწყისში სულიერი სიმშრალე უნდა განიცადო. ეს რა არის? სულიერი უდაბნო. ანუ რომ თავი უნდა იგრძნო უნაყოფოდ, მიტოვებულად, გამოძევებულად. ის კი არა რომ როგორც კი ორჯერ ეზიარები და ორ მეტანიას გააკეთებ და ანდრია კრეტელს დაესწრები, მაშინვე ესე იყურები. აქეთ იგით ნახეთ რა მაგარი ვარ. აუ რა მაგარი ვარ. ესე იგი არ ვარღვევ არაფერს, მეტანიებს ვაკეთებ და უკვე მე სულიერ ხიბლში ვარ ჩავარდნი. მარხვის დასაწყისში სულის სიმშრალე, სულის უდაბნო უნდა განვიცადოთ. ხელმოცარულობა, არანაირი წინსვლა სულიერი. ამდეხანია დავდივარ, მოძღვარი ვარ, მრევლი ვარ, ვერაფერს ვერ ვგზნობ. მეგონა ეხლა ორშაბათიდან დაიწყებოდა მარხვა, ამას ვიზავდი, იმას ვიზავდი, უცბად მოვა შაბათი და უცბად მოვა კვირა. ამიტომ ნუ გექნებათ რაღაცა ზედმეტი მოლოდინები, იმისა რომ თქვენ თავზე ზეცა გაიხსნება და რაღაცას მივაღწევთ. არა. იცოდეთ, რომ პირველი დღეები, პირველი კვირები უნდა იყოს ჩვენში განცდა სულიერი სიმშრალის, რაც ქვემზიდი ბუნების მკურნალია. ქვემზიდი ბუნება იმდენად ვერაგია ადამიანის, რომ ყველგან სიამოვნებას, ყველგან პატივს, ყველგან ქებას, ყველგან გამორჩენას ელოდება ეკლესიაშიც კი. ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ ყურადღებით იყავით და მესამე, თუ შენ ცოდნა შეიძინე, ანუ ცოდნა შეავსე, ქვემზიდი ბუნება დაწიე დაბლა სულიერი სიმშრალით, მოდის არაწმინდა სული და ის უკვე შენ ზეგავლენას ახდენს.
თვითონ რო დაეცა და ერთ დროს აღმატებული ქერუბიმი რო იყო, ისე დაეცა რომ მასზე ზეგავლენა არავის არ მოუხდენია. თვითონ თვითკმაყოფილებით, თვით დაჯერებულობით მოინდომა ღმერთის გარეშე ღმერთობა. რატო უნდა გადიდო შენ, როცა მე თვითონ დიდებული ვარ? დავიწყდა რომ ეს დიდებულება მას მიღებული აქვს უზენაესი არსებიდან და მის გარეშე მოინდომა არსებობა და ქება დიდება. და იგივე სწავლებებით, იგივე მზაკრული სულით შემოდის ჩვენში, რა თქმა უნდა თქვენ მას ვერ ხედავთ, ჩვენ მას ვერ ვხედავთ, შეიძლება უძვირფასესი მშობლის პირიდან დაგელაპარაკოთ, მეუღლის პირიდან დაგელაპარაკოთ. კარგი რა ამბავია ამ დედი ლოცვა. აი რა ცოტა გაჩერდი რა, არ გინდა რა, დედიკო გენაცვალოს, მეუღლე გენაცვალოს, გაუფრთხილდი შენ თავს. ყოველ კვირა ხوارივლი, ამ შუა კვირას რაღაც დადიხარ, კაცო, გაჩერდი. ცოტა შეჭამე რა, მოდი ეს რა, აი ყველანაირად გაგიკეთებ შეღავათის, ყველანაირად ეცდება რომ მოგთაფლოთ. ყველანაირად ეცდება რომ გაგამარტივებინოთ მარხვა. გთხოვთ რომ ეს სიტყვები ყოველთვის გახსოვდეთ. რა არის ამ სოფლიური მზრუნველობა? ქრისტე გამოაცხადებს თავის მოციქულებში, რომ ძეკაცისა უნდა გაეკრას ჯვარზე. წამოხტება პეტრე და ეტყვის, არა უფალო, გაუფრთხილდი შენ თავს. რა არის ცუდი ამაში არა? რა არის ცუდი ამაში, რომ შენი მოძღვარი გიყვარს და არ გინდა რომ აწამონ. რას ეტყვის დაუკვიდით? განვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა. რა მკაცრია კაცო? რატო ეუბნება, როგორ ფიქრობ? სულ ორჯერ ამბობს ამ სიტყვებს. ერთი უდაბნოში რომ მოხდა მისი გამოცდა და მეორე, როდესაც ამ სოფლიურ ზრუნვას გამოიჩენს თითქოს ერთი შეხედვით რა არის ცუდი ამაში, ხო? და მაშინვე ძალიან მკაცრ პასუხს მიიღებს ჩვენ და გასაგონად, რომ როდესაც არის ღვაწლი, როდესაც არის განსაკუთრებული შრომა და მეტანიები და მარხვა უნდა იყოს შენი თავის მიმართ ძალიან მკაცრი. რასაც შენ 365 დღის განმავლობაში აფუფუნებდი, ეფერებოდი და ეს ეყვარულებოდი, 365 დღის დაახლოებით მიათედი არის 47 დღე. და მოდი ეს 47 დღე ფეხებთან დაუდე შენ განკაცებულ ღმერთს იესო ქრისტეს. ცოდნით, სიყვარულით, თავდაბლობით, შენი ქვემზიდი ბუნების დაძლევით და ეშმაკისგან განშორებით. როგორ განვეშოროთ ეშმაკს? დაემორჩილეთ უფალს, წინ აღუდექით ეშმაკს და ის გაიქცევაო თქვენგან პირდაპირ წერია. როგორ გაიქცევა? აი როგორ გაიქცევა? ნახეთ რა კარგი სიტყვა, გაიქცევა. გაიქცევა იმით, რომ შენში ადგილი აღარ იქნება და იმდენად ამპარტავანია ეშმაკი, რომ ხედავს, რომ არ ემორჩილები და ღმერთს ემორჩილები, ღიზიანდება და გარბის. ოღონდ შორს კი არ გარბის. იმხა დიდი მოთმინება აქვს, რომ ელოდება, რომ შენ დღეს თუ ხვალე მაინც შეგეშლება რაღაც და აუცილებლად მობრუნდები მისკენ. და ის მოუთმენლად, როგორც ძაღლი ბოინთან, სანამ ძვლებს არ გადმოუყრიან, რომ ელოდება, რომ დაინახავს, რომ ძვლებს უკვე აღარ გადმოუყრის მას არავინ, მერე ადგება და მიდის იქიდან. არ მინდა ეხლა გადაგღალო ჩემო ძვირფასებო, მინდა ძალიან მცირე 5 წესი გასწავლოთ განსაკუთრებით მარხვაში, როგორ შევასრულოთ ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის არის აუცილებელი. 5 წესი. პირველი, ყველას ყველაფერი აპატიეთ. ყველას ყველაფერი აპატიეთ. პატიების პრინციპი რა არის? ჩვენ ძალიან გვიჭირს, მე შეიძლება ძალიან მიჭირს. რა არის პატიების პრინციპი? პატიების პრინციპი არის ის, რაც დღეს სახარებაში წავიკითხეთ. ღმერთი პირდაპირ ითხოვს, თუ გინდათ რომ ზეციერმა მამამ მოგიტევოს თქვენი შეცოდებანი, თქვენს უნდა მიუტევოთ იმ ადამიანებს, ვისაც თქვენთვის რამე დაუშავებია, ან თქვენ დაგიშავებიათ რამ. როგორ მოხდება პატიება? თუ მე ვხედავ, რომ ადამიანს, რომელსაც მე დაუშავე რაღაც, მოდის და აცხადებს, რომ მე ტყუოდი, მე მივხვდი,
აი მაშინ და მაშინ ესა და ეს გავაკეთე და მაპატიე, უნდა აპატიო, მაგრამ თუ სიმბოლურად გეუბნება, თუ შენ არ მაპატიებ, არც ღმერთი არ გაპატიებს, ის თავხედია. ესე არ არის პატიება, ჩემო ძვირფასებო. უნდა ვიგრძნოთ სინანულის ღირსი ნაყოფი. როცა ადამიანი მოდის, შეიძლება ცრემლიც არ მოსდიოდეს, მაგრამ თავს დაბლახრის, განიცდის და გეუბნება რომ მე ვტყუოდი მაშინ, თან აი გეტყვის აქ და აქ მე ვტყუოდი და მაპატიე. მაგრამ შენ თუ ეუბნები რომ იცი რა არის, მე ვერ ვხედავ შენ სინანულს, ეს უკვე არის თავხედობა. ეს უკვე არის ძალიან ცუდი, ჩემო ძვირფასებო. ამიტომ აუცილებელია პატიება. პატიების გარეშე მარხვა არ დაიწყოთ არავინ. და თუ დაიწყებ, მთელი მარხვის განმავლობაში ეცადე რომ შენ ეგოიზმზე მაღლა დადგე და იმ ადამიანის კარგი საქმეები გაიხსენო, რაც მას შენთვის გაუკეთებია. ეს ძალიან კარგი წესია. შეიძლება 1, 2 გაგიკეთა ცუდი, 3 გაგიკეთა ცუდი, მაგრამ 7 გაკეთებული აქვს კარგი. ყველაფერი კარგი გაიხსენე და თუ კარგი ვერაფერი ვერ ნახე იმ ადამიანში, თქვი რომ ეს ხო ქრისტეს ძეობილია. ეს ხომ ქრისტეს ძმარი. ქრისტე ხო ამის გულისთვის ჯვარზე გაეკრა. და თუ კი ქრისტე ამის გულისთვის ჯვარზე გაეკრა, მე თუ არ უნდა ვაპატიო მას? და თუ ამასაც ვერ ხვდები, მაშინ რა გინდა შვილო ეკლესიაში? ეს დაიმახსოვრე, ჩემო ძვირფასებო, ეს არის ნომერ 1. არის მარხვა თუ არ არის მარხვა, ეს არის აუცილებელი. მეორე, თქვენი გული განთავისუფლეთ ყველანაირი ნერვიულობისაგან. როცა რამეს გავიგებთ, შეკითხვა დაუსვით თქვენ თავს, ეხლა მე ნერვიულობ თუ ლოცვა დავიწყო? ჩვენ რას ვაკეთებთ? ვიწყებთ ნერვიულობას. როცა იწყებ ნერვიულობას, ვეღაც ლოცულობ, ვეღაც აზროვნებ და რა ხდება? კანკალებ და სნეულებაში ვარდები. ნომერ მეორე, ჩემო ძვირფასებო, მაშინვე როგორც კი ცუდ არასასიამოვნო ამბავს გაიგებთ, შეწყვიტე ნერვიულობა და აიღე ლოცვანი ხელში. აიღე სახარება ხელში და დაიწყე კითხვა. მაშინვე შემოვა სიმშვიდის და ნუგეშის სული. ეს არის აუცილებელი, დაუკვირდით ამას. მესამე, ცხოვრება იცხოვრეთ უბრალო ცხოვრებით. რა არის ეს უბრალო ცხოვრება, რა საინტერესოა? რას ნიშნავს უბრალო ცხოვრებით ცხოვრება? ჯერ სიტყვას დაუკვირდით, რა კარგია. უბრალო, ანუ ბრალი რო არა გაქვს. ყოველ დილით რო გამოდიხარ და ფიქრობ, მოდი დღეს არ განვიკითხავ არავის. და თუ მთელი დღის განმავლობაში არავის არ განიკითხავ, ესე იგი ბრალის გარეშე გაატარე ის დღე. და საინტერესოა რა, უბრალო, ბრალის გარეშე. უბრალოება არ ნიშნავს, რომ შენ ღარიბი ხარ და დიდარად არ ცხოვრობ, არა, ეგ უბრალოება არა, ეგ გაჭირვება არის. მაგრამ უბრალო ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ მე მთელი დღის განმავლობაში არავის არ განვიკითხავ და მახსოვს ილია სიტყვები. აბა ყოველ დღესა შენ თავს კითხე, აბა დღეს მე ვის რა ვარგე. აბედნიერებაა რა, რომ იმ სიხარულით გამოდიხარ და დადიხარ, მთელი დღე ვის რა უნდა არგო და არავინ რომ არ უნდა განეკითხო. მოდი აი ხვალიდან გაძლევთ რჩევას, როგორც კი გათენდება, წაიკითხავ დილის ლოცვებს და ეფრემასურის ლოცვას და გამოხვალ სახლიდან და დაინახეთ, რომ ვიღაცა ხაჭაპურის ჭამით მიდის, არ განეკითხოთ. თქვი რომ ეთყობა ზის ნაწარმოზე აქვს კურთხევა ექიმისგან და არ განვიკითხავ. ახვედი საზოგადოებრივ ტრანსპორტში და გესმის პოლიტიკაზე საუბარი, რომ ნახე ტრამპმა როგორ ეჩხუბა ზელენსკის და ასე შემდეგ. მაშინვე შეწყვიტე, გადაიტანე ყურადღება სხვა თემაზე და თუ შეგიძლია რომ იქადაგო, იქადაგე. თუ არა და პოლიტიკასაც თავი დაანებე. ანუ ყველანაირად ჩამორჩი აი ამ განკითხვის სულს, პოლიტიკის სულს და ყველაფერს დაეხსენი. აი ეს იქნება, ჩემო ძვირფასებო, უბრალო ცხოვრება. და რო ჩამოდიხარ, სანამ მეტროში ჩახვალ, ან ამოხვალ და დაინახავ მოხუცებულს, როგორც საკუთარ დედას, მიდი და ისე მოეფერე. ხვალ ხო არის დედების დღე. თან უცხო ადამიანთან მიდით და
რომ იცი რომ იმას არავინ დედობის დღეს არ მიულოცავს, იყიდეთ საგაზაფხულო მინდვრის ყვავილები და უთხარით რომ დეიდა დედაჩემის სახელზე მე დედა აღარ ამყავს და დედაჩემის სახელზე ეს ყვავილები თქვენ ილოცავთ დედების დღეს. რა უბრალო დღე გამოვიდა რა ჩემო ძვირფასებო. ვეღარ მოიცლით განკითხვისთვის, ვეღარ მოიცლით დაღონებისთვის, ნერვიულობისთვის და მწუხარებისთვის. გაეცით მეტი. გაეცით რაც შეიძლება მეტი. იოანე ოქროპირი პირდაპირ გვასწავლის, რომ მარხვაში თქვენ, ოდესაც ხორცს არ მიირთმევთ, იმ დაზოგილი თანხით გაეცით მოწყალება. იმაზე მეტი გავცეთ, რასაც ვაკეთებდით ხსნილში. თუ გავცემდით 2 ლარს, გავცეთ 5 ლარი. თუ გავცემდით 10 ლარს, გავცეთ 20 ლარი. მე მგონი რთული არ არის, ხო? ამას პირდაპირ ითხოვს ეკლესია მარხვაში. და ბოლოს მეხუთე, ნაკლები მოლოდინი გქონდეს. ნაკლები მოლოდინი თუ გვექნება, მივიღებთ ბევრს და თუ ბევრი მოლოდინი გვექნება, მივიღებთ ძალიან ცოტას. თქვათ რომ რაც მაქვს, ამაზეც მადლობელი ვარ, არ გამომჩეს, ასევე ისწავლეთ მადლიერება იმისი, რაც გაგვაჩნია. ამას გაბრიელ ბერიც ამბობს, თუ ჩვენ არ ვისწავლით მადლიერებას იმისას, რაც გაგვაჩნია, ვერაფერს ვერ მივიღებთ და იმასაც დავკარგავთ, რაც გაგვაჩნია. მაგრამ რაც გაგვაჩნია, შეიძლება ჩვენ ცოტა გონია, მაგრამ ძალიან ბევრი შეიძლება იყოს სხვა ადამიანების თვალში. და ამიტომ თუ მადლიერი ხარ იმისი, რაც შენ გაქვს, ბევრის მოლოდინი აღარ გექნება და შეიძლება შენ ცხოვრებაში მართლა ისეთი მოვლენები განვითარდეს, რასაც შენ არასოდეს შენ ცხოვრებაში არ ელოდებოდი. ეს რაც აუცილებელია დღევანდელი დღის შესახებ, ეხლა კი მე მინდა ჩემო ძვირფასებო, ეს იმიტომ კი არ მინდა რომ დღეს ტიპიკონი მოითხოვს ამას, რომ წინამძღვარი, პატრიარქი, ეპისკოპოსი უნდა გამოვიდეს და შენდობის მსახურების ბოლოს ითხოვოს შენდობა ბრევლისგან. არა, მაგიტომ არა. რომ შეიძლებოდეს ყოველ კვირას ვიტყოდი თქვენ წინაშე აღსარებას. ეს ჩემთვისაც კარგი იქნებოდა და თქვენთვისაც კარგი იქნებოდა. ეს ადრე ასე იყო. თქვენ ალბათ თქვენ ყოველთვის გვიან მოდიხართ, მაგრამ როცა მღვდელი კითხულობს ხატებთან ლოცვებს და მობრუნდება, უნდა თავი მოიდრიკოს იმ ადამიანების წინაშე, ვინც მასთან ერთად წირვას აღასრულებს და შენდობა ითხოვოს და მერე თქვენ ერთმანეთისგან უნდა ითხოვოთ შენდობა. ეს ასეთი წესი იყო ადრე, მაგრამ ეხლა დარჩა შენდობის მსახურება მაშინ, როცა ყველიერის კვირის მსახურება აღესრულება. მე ჩემი შეცოდებები, ვინც არ მაპატია, ისინი წავიდნენ ტაძრიდან, რამოდენიმე ადამიანი და მათ არ ეყოთ სიყვარული შეიძლება, მათ ასე ჩათვალეს, რომ მე მათ მოვეკეცი ძალიან ცუდად და ისინი წავიდნენ სხვა ტაძრებში. გავიდა უკვე ბევრი წლები მას მერე, მაგრამ მე არ დამვიწყები არაფერი, მე არ მithქვავს არასოდეს და არც არასოდეს არ ვიტყვი, რომ მე მართალი ვიყავი. არასდროს ამ სიტყვებს მე არ ვიტყვი და ყოველთვის მოლოდინის რეჟიმში დავრჩები, რომ ერთი ადამიანიც არ დარჩეს ჩემთან გარკვეულ გაუგებრობაში. რატომ? იმიტომ ჩემო ძვირფასებო, რომ განსაკუთრებით სასულიერო პირი, როდესაც შეგნებულ თუ შეუგნებელ შეწოდებას ჩადის, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ სასულიერო პირს თქვენგან განსხვავებით ებრძვის მთელი ლეგიონი ეშმაკების. თუ თქვენ ერთი ეშმაკი გერევათ და ერთ ეშმაკს ვერ უმკლავდებით, უნდა იცოდე, რომ დაინახავ სასულიერო პირს, ან გაიგებ მასზე, რომ რაღაცა შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა, თუ შენ კარგი ქრისტიანი ხარ, უნდა თქვა, ღმერთო, მიუტევე იმ მამაოს, იმიტომ რომ ის ხომ მე ყველაფერს მპატიობდა. არასდროს ჩემთან მოსული ადამიანი მე არ გამიძევებია ისე, რომ არ მეთქვა, ეს გააკეთე, ეს გააკეთე და
ღმერთი გაპატიებს. შეიძლება იმ წუთში არ მიზიარებია, მაგრამ მითქვია ერთი კვირის მერე მოდი შვილო და აუცილებლად გაზიარე. აი ეს პრინციპი უნდა კონდეს მოძღვართან დამოკიდებულებაში და ერთმანეთთან დამოკიდებულებაში. და თუ დაინახე, რომ დროებით ეშმაკებმა გაიმარჯვეს, ეს მე ვიქნები თუ შეიძლება ეპისკოპოსი იყოს, შეიძლება ჩემზე აღმატებული მღვდელი იყოს, რომ დაინახე, რომ მღვდელმა ჩაიჩოქა და შესწოდა, კი არ უნდა წახვიდე იმ მღვდელიდან და არ უნდა შეყარო ქვეყანა და ჭორიკნობა კი არ უნდა დაიწყო, უნდა მიხვიდე და მასთან ერთად დაიჩოქო შენს და წამოდგომაში უნდა დაეხმარო, როგორც ის გეხმარებოდა შენ მთელი ცხოვრების მანძილზე. თუ შენ ხარ ქრისტიანი მართლმადიდებელი. ხაზგასმით აღნიშნავ, ვინც ეს არ გააკეთა, დატოვეს ტაძარი. ეხლა ვინც დარჩა ამ ტაძარში და ხედავს, რომ ტაძრის წინამძღვარს აქვს სინანული, მაგრამ მაინც არ პატიობს, მაგრამ სხვა გზა არ ქონდა და არ წავიდა ტაძრიდან და კიდევ ჭორიკნობას ეწევა, ის არის ძალიან ცუდი ადამიანი ან ადამიანები. იცით, მე მირჩევნია, რომ ვიღაცა წავიდა და დამანახა, რომ მე მამაო შენ არ გაპატიე და ვერ გავიგე შენი საქციელი, მაგრამ თუ დავრჩით და ერთად ავართ, მაგრამ მაინც ჭორაო და მაინც პირზე ხელაფარებული სისინებ, მოდი რა, ნუ შეინახავ მარხვას და წადი სხვა ტაძარში. სადაც არ ეშლება მღვდელს არაფერი და არც ერთი შეცდომა არ დაუშვია. მაგრამ ჩვენ მოგვისმენია ძალიან ბევრი პატერიკები, ძალიან ბევრი თანამედროვე პატერიკები ჩვენი პატრიარქისგანაც, რომ შეიძლება ჩვენ სერიოზული შეცდომები დაუშვათ. მაგრამ კიდე ხას უსვავ, თუ წინამძღვარი ან ნებისმიერი მოძღვარი ცოდვაშია, მაგრამ ამას მალავს და არ იძახის, რომ მე შევცოდე, ამ დროს ყველამ ვიცით, რომ შესწოდა, მაგრამ ჯიუტად თავს იმართლებს და იძახის, რომ ჩემი ბრალი არაფერი არ იყო, მომიწყეს, აბრალებენ, ესე იგი ის არის აფერისტი და მატყუარა. არავის არასოდეს არაფერს არ ვაბრალებ. ყველაფერი არის ჩემი ბრალი. მე შევცოდე ჩემი უზენაესი ღმერთის წინაშე, როგორც მღვდელმსახურმა. მე შევცოდე ჩემი პატრიარქის წინაშე, როგორც მისმა ხელდასხმულმა მღვდელმა და მისი ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელმა. მე შევცოდე ჩემი ოჯახის, ჩემი მეუღლის და ჩემი შვილების წინაშე. მე შევცოდე თქვენს წინაშე და მე შევცოდე ჩემი მშობლების წინაშე, იმიტომ რომ ჩემი მშობლები იყვნენ ძალიან კარგი ადამიანები. მაგრამ იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლი მე მაძლევს უფლებას, რომ ეს ყველაფერი, რაც მე ახლა ჩამოვთვალე და განვიცდი, რომ ჩამოვიბანო თქვენთან ერთად მეტანიებით, ლოცვით, მარხვით, წმენით, იმედით და სიყვარულით. იმიტომ რომ ჩემი ღმერთი არის მოწყალე ღმერთი, შემდობი ღმერთია და მე ვიცი იესო ქრისტემ რო დაინახა ჩემი შეცდომები, იცით რა თქვა? მე მოგიტევე შვილო, რამე თუ შენ არ იცი რას აკეთებ ახლა და შენ ეს ყველაფერი უნდა განიცადო, რომ შენთან რომ მოვა დაცემული ადამიანი, განიცადო რა ძნელია ადამიანის დაცემა და რა ძნელია მისი წამოყენება და ეს შენ თავზე განიცადე და აწე აღარ დაეცე და დაცემული წამოაყენე. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო მიდგომა ცოდვასთან, პატიებასთან და შენდობასთან. სხვა ამის იქით რაც არის ხიბლი, არის ტყუილი და არის სისულელე. სხვა არაფერი არ არსებობს ჩემო ძვირფასებო. მე ადრე რომ გამოვდიოდი ხოლმე აქ, სულ ვცდილობდი ჩემი თავი მეგონა შეუმცდარი, მოძღვართა მოძღვარი, გამორჩეული ადამიანი, ძალიან ცნობადი სახე და ვიგონებდი ხოლმე რაღაც ისეთი თქვა, ეხლა ხალხი ავატირო, აი რაღაცები რა მოკლედ. მაგრამ რაც ეხლა მე ვთქვი, მთელი სული და გულით განვიცდი ამას ჩემო ძვირფასებო. და იცოდეთ, რომ ეს ამით დღეს ესე არ მთავრდება. შენდობის პროცესი, მონანიების პროცესი, მთელი ცხოვრება
უნდა გავყვეს თან. როგორც პეტრე მოციქულს ესმოდა მამლის ყივილი და ცრემლები ჩამოსდიოდა და ღარები ეტყობოდა. ეხლა რა თქმა უნდა მე პეტრეს ვერ შევედრები და ვერც პეტრეს დონეზე შევწოდავ, მაგრამ რაც შევწოდე მე ის ეხლაც შიგნით ჩემს სულში ღარებად მომჩნევია. არ ვიცი ვინც ახლოს ახართ ალბათ ამას თქვენ ხვდებით, მაგრამ მე ვიცი რომ ამას მომავალი გვაჩვენებს კიდე რომ როგორი სინანული უნდა კონდეს სინამძღვარს, როგორი სინანული უნდა კონდეს მრევლს და რომ სინანულის გარეშე არ არსებობს ჩემო ძვირფასებო არანაირი ქრისტიანობა, არანაირი ზიარება, არანაირი აღსარება, არანაირი არაფერი არ არსებობს. მზე არ ამოდის სინანულის გარეშე და თვარი არ ამოდის. ჰაერი არ დაქრის